წლების მანძილზე არაერთი ბრალდება გამოთქმულა ჩვენს მიმართ, უსაფუძვლო ბრალდება. თუნდაც გავიხსენებდი 26 მაისს რუსთაველზე თითქოს ვიცეკვეთ, როცა არ გვიცეკვია. ან თუნდაც ეჭვის ქვეშ აყენებენ ჩვენ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. და კიდე ბევრი სხვა. ვთვლი, რომ არასდროს არ მიგვიქცევია და არც უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება. ნინო სუხიშვილი ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების მისამართით ბოლო პერიოდში გამოთქმულ შეურაცხყოფელ შეფასებებს ეხმიანება. ანსამბლის ხელმძღვანელის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მათ შესახებ ცრუ ბრალდებები გავრცელებულა, თუმცა ეს მათთვის არ არის მნიშვნელოვანი. მთავარი მხოლოდ ხალხის სიყვარულია. ჩვენ არაფერი არ გვჭირს, არც თავის გასამართლებელი, არც დასაცავი და მით უმეტეს არავის ბოდიშის მოხდა არ გვჭირდება. სუხიშვილებსა და ქართული კულტურის სხვა მოღვაწეებზე შეურაცხყოფელი განცხადებები რამდენიმე დღის წინ ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან გაკეთდა. მართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, ისინი გარე ინტერესებს ემსახურებიან. ქართული ოცნების ლიდერების განცხადებით, 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას და იქაურ პროექტებში ჩართულობას არ ერიდებოდნენ, თუმცა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე მათი რიტორიკა და ქმედებები განსაკუთრებით ანტირუსული გახდა. ამ შეურაცხყოფელი კამპანიის საპასუხოდ პეტიცია გავრცელდა, რომლის ხელმომწერები ქართული კულტურის ღირსების დაცვას და საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვენ. 10 წლეულების განმავლობაში სუხიშვილებმა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გააცნეს ქართული ცეკვა, მუსიკა, ქორეოგრაფია და ეროვნული სამოსი, რითაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის საერთაშორისო ცნობადობასა და ქვეყნის კულტურული იმიჯის შექმნაში. მათი საქმიანობა ქართული კულტურის ისტორიისა და კულტურული დიპლომატიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ქართული კულტურა არ არის პოლიტიკური ძალის საკუთრება. ქართული ტრადიცია არ არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. კულტურის წარმომადგენლები არ უნდა ხდებოდნენ პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნეები. ჩვენთვის მიუღებელია ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლების პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირება, შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია. ამიტომ მოვითხოვთ, ქართულმა ოცნებამ და მისმა ლიდერებმა საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ქართული კულტურისა და სუხიშვილების შეურაცხყოფისა და დისკრედიტაციისთვის. სახელმწიფომ სათანადოდ აღიაროს კულტურის წარმომადგენლების როლი ქართული მემკვიდრეობის დაცვასა და საერთაშორისო სივრცეში საქართველოს წარმოჩენაში. ხელისუფლებები იცვლებიან, პოლიტიკური დაპირისპირებები მთავრდება, მაგრამ კულტურა და ეროვნული მემკვიდრეობა თაობებს რჩება. სუხიშვილების ისტორია ქართული კულტურის ისტორიის ნაწილია. ჩვენ ვითხოვთ ქართულმა ოცნებამ და მისმა ლიდერებმა ბოდიში მოიხადონ ქართული კულტურისა და სუხიშვილების წინაშე. ნინო სუხიშვილი თავის განცხადებაში ამ პეტიციასაც გამოეხმაურა. მისი აზრით, ამან ვითარება შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს. დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოეხმაურა ამ ჩვენს გარშემო შექმნილ ამ რაღაც მოვლენებს, აი ამ სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, მაგრამ ვთვლი, რომ ესეც არ არის საჭირო. ამაზე მე უფრო გავამწვავებთ, ისედაც გამწვავებულ მდგომარეობას ქვეყანაში. მე მჯერა ჩემი ხალხის და დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვის, იმ თანადგომისთვის, აი ჩვენი წარმატების გაზიარებისთვის, აი ამ დამოკიდებულებისთვის, უღრმესი მადლობა ყველას, აი ამ უზომო სიყვარულისთვის. ქართული ოცნების წევრმა ირაკლი კირცხალიამ რამდენიმე დღის წინ კულტურის მოღვაწეებს შორის სუხიშვილები ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე დაასახელა, რომლებმაც მისი თქმით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთში კონცერტები გამართეს, რასაც ქართული კულტურის მოღვაწეების საწინააღმდეგო კამპანია მოყვა. პეტიციის ავტორები კი მიმართავენ ქართულ ოცნებას, პატივის ცეს კულტურის სფეროს პროფესიულ დამოუკიდებლობას და შეწყვიტოს კულტურის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება და დევნა.